ეხლა მე ჩრდილოეთ ისრაელისთვის მართლაც ისტორიული მომენტის შუაგულში ვდგავარ. და მე ამ სიტყვას იოლად არ ვიყენებ, რადგან ჩემს უკან ამ ქვეყნის ჩრდილოეთიდან 53 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მერმა, რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა და კლასტერის ლიდერმა ახლახან ერთ-ერთობლივ ქარტიაზე მოაწერეს ხელი. ისინი საკუთარ თავს უწოდებენ Next Bay 53. ეს არის ქალაქების ალიანსი, რომელიც ისრაელში აქამდე არასდროს გაკეთებულა და ისინი ფაქტობრივად ხელს აწარენ ვალდებულებას, რომ იმოქმედონ როგორც ერთი რეგიონული ბლოკი. იდეა ისაა, რომ გააერთიანონ თავიანთი პოლიტიკური ზონა, ეკონომიკური რესურსები და ურთიერთობები განვითარების დღის წესრიგის გასატარებლად. ეს ნიშნავს, რომ აღარ იქნება 53 სხვადასხვა ქალაქი, რომლებიც ცალ-ცალკე აკაკუნებენ იერუსალიმის კარზე და თითოეული თავისი წილისთვის იბრძვის. დღევანდელი დღიდან ისინი ერთხმად საუბრობენ. და ამ ყველაფრის კატალიზატორი არის IMEC. ეს არის ინდოეთი, შუა აღმოსავლეთი ევროპის ეკონომიკური დერეფანი. ეს არის სრულიად ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც გეგმავს ინდოეთის დაკავშირებას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, შემდეგ ისრაელთან და ბოლოს ევროპასთან. და ეს დერეფანი თითქმის იდეალურად გადის იმ მიმიწის მონაკვეთზე, რომელსაც ეს 53 ქალაქი საკუთარ სახლად მიიჩნევს. ხმელთაშუა ზღვის ჰაიფას პორტიდან პირდაპირ იორდანიის საზღვრამდე. და ეს ქალაქები უბრალოდ დერეფნის მახლობლად კი არ არიან, ისინი მის შიგნით არიან. და სწორედ ამიტომ იღებენ ვალდებულებას, ერთობლივად მიიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები, შექმნან დასაქმების ზონები და ამყარონ პარტნიორობა უცხოეთის მთავრობებთან და ბიზნესებთან. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვეულებრივ, როდესაც ესეთი მეგაპროექტი ცხადება, ადგილობრივი მერები ბოლოს იგებენ ამის შესახებ და რასაც ეს 53 ქალაქი დღეს ამბობს, არის ის, რომ ამჯერად ასე არ იქნება. ჩვენ გვინდა თავიდანვე ვიყოთ ჩართული. და როცა ამ რეგიონს უყურებთ მისი მრავალფეროვნება, ებრაული, არაბული, ბედუინური, დრუზული თემები, ისინი აქ მხოლოდ სავაჭრო მარშრუტ არ საუბრობენ. ისინი გთავაზობენ მოდელს იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს რეგიონული თანამშრომლობა. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ადრეაც გაკეთებულა დიდი რეც დაპირებები ჩრდილოეთ ისრაელის განვითარებაზე, ასე რომ ნამდვილად მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ იქნება ეს განსხვავებული. დარჩით ჩვენთან სრულ ინტერვიუებსა და ამ თემაზე ვრცელ სიუჟეტზე მომდევნო კვირას. მე ვარ ნატაშა კირჩუკი, ვაშუქებ ჰაიფის ყურედან.